მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რას მოიმოქმედებს 10 დღის მანძილზე. მისი გეგმები თქვენთან და როგორი ხართ მის თვალში. დღეს ერთპოზიციანი გაშლა გვაქვს. ასარჩევი პოზიციები არ გვექნება, თუ რეზონირდება დღევანდელი საჯარო გაშლა თქვენზე უყურეთ ბოლომდე ვიდეოს. ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ, შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ იმ ადამიანის სახელი, ვისაც ახლა ფიქრობთ, ჩქარობს. და ვნახოთ, რას გვეტყვის დღეს კარტი თქვენს ისტორიაზე. მოდი გავხსნათ ეს კარტი. ამ შემთხვევაში გაშლას ვიწყებთ იმ ენერგიით, რომ ამ წუთას თქვენ შორის კომუნიკაცია არ არის. შეიძლება იყოს დუმილი, შეიძლება იყოს წყენა, რომელიც ვერ მოგვარდა, შეიძლება იყოს უპატიებელი შეცდომები. ბევრი ფაქტორი არის თქვენ შორის, რა შედეგმაც უბრალოდ რა მიმართულებამაც ის შედეგი მოიტანა, რომ ახლა თქვენ შორის არის დუმილი. შეიძლება ეს ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში ერთთვიანი პაუზა იყოს, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში 2 დღის, ასე ვთქვათ, უმოქმედობა იყოს თქვენ შორის. მაგრამ აქ ახლა მნიშვნელოვანი რატომ არის და რატომ იჩქარა ზუსტად ამ არკანმა, რომ ორივეს გეძნელებათ ეს, ორივეს დაგროვილი გაქვთ ერთმანეთის მიმართ სათქმელი, უბრალოდ ის პრინციპი არის ახლა თქვენ შორის, თუ ვინ დარღვევს დუმილს, რომელი გატყდება, რომელი გადადგავს პირველ ნაბიჯს. თქვენ მას ელოდებით, რომ რაღაც მოიფიქროს, შეიძლება ისიც იგივე ენერგიაში იყოს, რომ თქვენ გადაწყვეტოთ მასთან საუბარი. ანუ აქ არის მომენტი, როდესაც მოქმედებაში ერთმანეთს უფრო ელოდებით, რას იზავთ, ანაკვირდებით ერთმანეთს, ვიდრე ის ფაქტორი, რომ მე ახლა ავდგები და რაღაცას გავარკვევ. ანუ პასუხისგებლობების აღება პირველი ნაბიჯის გადადგმაზე არ ჩანს არც ერთის მხრიდან ჯერ. ახლა ეს ვითარებაა. მოდი ვნახოთ აბა, მაინც ესეთი რა ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი 10 დღის მანძილზე. აქ პირდაპირ მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ თუ მის მოქმედებას ელით და გინდათ, რომ მისი ნაბიჯები იყოს სწრაფი, ამისთვის რაღაც პროვოცირება უნდა გააკეთოთ. ან რაღაც მანიპულაციას უნდა მიმართოთ, რაზეც ეს ადამიანი რეაგირებს, დაკარგავს კონტროლს, დაკარგავს, ასე ვთქვათ, თვითშეკავებას, მოთმინებას და გამოვა კონტაქტზე. ეს რა თქმა უნდა, ესეთი წყობლებიდან გამოსაყვანი ან საეჭვანო სცენარები შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც, იმიტომ რომ ყველა ადამიანის, ასე ვთქვათ, ემოციები სხვადასხვანაირად რეაგირებს სხვადასხვა მოვლენაზე, მაგრამ აქ შეიძლება რაღაც მომენტში ან ფოტო დადოთ თქვენი, სადაც ძალიან მიმზიდველად გამოიყურებით და უბრალოდ ზუნებას ვერ გაუძლოს, ან შეიძლება რაღაც დაპოსტოთ, სადაც ხართ და ის ახლოს არის იმ სივრცესთან, ან რაღაც ესეთ შეიძლება მოხდეს, რამაც მისი მოქმედება გააქტიუროს. ეს უფრო არის ან სტორიზე გამოხმაურება, ან ფოტოს დალაიქება, ან პატარა ნაბიჯი. რაღაც ესეთი მოქმედებებით იწყება თქვენ შორის კომუნიკაციის აღდგენა. აქ შეიძლება იყოს ის ფაქტორიც ზოგიერთ თქვენთაგანისთვის, რომ ამ ადამიანმა პატარა მოქმედება უკვე გააკეთა, რაზეც რეაქცია არ გქონდათ და ახლა მას აქვს ის განცდა, რომ შეიძლება მოგწეროთ და თქვენ დაიგნოროთ, ან უხერხულ სიტუაციაში ჩააგდოთ. და შეიძლება ესეც აფერხებდეს მის თვითშეკავებას
ანუ თავს იკავებს, რომ კიდევ რაღაც ისეთი არ გაკეთოს, სადაც მე თავს უხერხულად იგრძნობს. ნუ ვინც მისი პატარა ქმედება უყურადღებოდ დატოვეთ ან რაღაც ემოციები გამოგზავნა და უბრალოდ ნახეთ და არაფერი უპასუხეთ, მათ ეხება ეს. რა არის მისი გეგმა თქვენთან ურთიერთობაში? რეალურად თქვენთან ამ ადამიანს წუთით კიდევ ვნახოთ. კი, ანუ რეალურად თქვენთან ამ ადამიანს ყოფნა სურს, ნება აქვს მოძალებული, ან შეიძლება ზუსტად ეს მონატრება ჰქონდეს ამ წუთას, რომ თქვენთან თბილი ურთიერთობა ენატრება, თქვენთან ენატრება თბილი დამოკიდებულება, მაგრამ მაინც ისეთ არკანში არის ამოსული, რომ გეგმებიც გაორებული აქვს ამ პიროვნებას. როგორც ჩანს, ამ ადამიანს ძალიან უჭირს პაუზიდან გამოსვლა, ან ურთიერთობის დარესტარტება, ანუ რაღაც უჭირს ამ ადამიანს, რომ დღევანდელი ვითარება განმუხტოს. ბევრი ეჭვები აქვს, ბევრი საქანელა ფიქრები აქვს, ხან ისე ფიქრობს, ხან ესე ფიქრობს. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ისევ ერთად ვიყოთ, მაგრამ ამისთვის არაფერს ვაკეთებ. ეს მომენტები აქვს უფრო პასიური ენერგია აქვს, მაგრამ ფიქრებში ნამდვილად აქტიურად ხართ. მაგრამ გეგმებში ვერ გეტყვით, რომ აქტიურად ხართ, რადგან უფრო ფიქრის დონეზე აქვს ეს ყველაფერი, ანუ თავშეკავებული, ჩაკეტილი ენერგია აქვს. ოცნების დონე არის, ფიქრის დონე არის, ვიდრე ქმედების, ხო? ორიანი მონეტა ყოველთვის არის ორჭოფობა, გაუბედავობა, ხანდახან უცნაური საქციელი, ერთს ფიქრობს, მეორეს აკეთებს, ანუ მის გულში სხვა ემოცია ტრიალებს ვიზუალურად შეიძლება ცივი და გაყინული ჩანდეს. აქ ადამიანს აქვს ბედზე მინდობილი თქვენი ურთიერთობა, რომ თუ ანუ თქვენ მისთვის ნამდვილად ბედი ხართ და გიწერიათ, რომ ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს, ეს თავად მოხდება. ანუ ესეთი მიდგომა აქვს. ნუ უფრო აქ მომდის ესეთი ენერგიები, რომ ეს ადამიანი უფრო თქვენს ინიციატივაზე ან თქვენს შეთავაზებაზე არის დამოკიდებული. ანუ რატომღაც თვითონ გეგმებს იმდენს არ აწყობს, იმიტომ რომ თქვენზე არის მისი თვალით რაღაცები დამოკიდებული და ასევე ბედზე აქვს ეს აქცენტი, რომ თუ რაღაც გამოსასვლელია, ის თავისთავად გამოვა და ზედმეტ ძალისხმევა არ უნდა ჩავდო. ესეთი პოზიცია აქვს ახლა. როგორი ხართ მის თვალში? როგორი ხართ მის თვალში? შეიძლება ამ წუთას მის თვალში იყოთ ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არჩევანის მომენტში არის, ან მისი თვალით დანახული თქვენ მაინც ხართ ისეთ პოზიციაზე, რომ ბოლომდე არც გრძნობებს უფიქსირებთ, არც ურთიერთობის სურვილს აჩვენებთ. შეიძლება გულში ეს ადამიანი ძალიან გიყვართ, მაგრამ აბსოლუტურად სხვანაირად ექცევით თქვენს ამ პიროვნებას. არაჩვენებს თქვენს რეალურ მიზანს, არაჩვენებს თქვენს რეალურ მონდომებას ამ ურთიერთობაში და მან არ იცის თქვენს სხვა პარტნიორებს შორის არჩევანს აკეთებთ თუ ნამდვილად ჩამოყალიბებული ხართ მასთან ურთიერთობაზე. ანუ აქ თუ თქვენ მას აბნევთ და არ უფიქსირებთ რეალურად გრძნობას და არაფერს არ ეუბნებით, ეს ადამიანი ანალოგიურად თქვენზე ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ დაბნეული ხართ, ჯერ კიდევ არ იცით რა გინდათ, ჯერ კიდევ შეიძლება სხვა კანდიდატებსაც განიხილავდეთ, იმიტომ რომ რაღაც მომენტებში შეიძლება თქვენ აიგნორებთ იმის გამო, რომ ის უფრო გააქტიურდეს და ძალისხმევა ჩადოს თქვენთან, ის კი ამ დროს ფიქრობს, რომ ანუ თვითონაც თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენს რატომღაც ბევრ პარტნიორს შორის არჩევნებს აკეთებთ და მისთან ისე ძალიან არ ხართ დაინტერესებული, ამ დროს შეიძლება თქვენიც გიყვარდეთ, მაგრამ ამას არ აჩვენებდეთ. ანუ ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში რეალობას აცდენილია. რეალურად არ იცის, როგორი ხართ
უფრო სხვანაირი ტიპაჟის შთაბეჭდილებას უტოვებთ, რეალურად თქვენ სხვანაირი ხართ, ორივე ირგებთ რაღაც ნიღბებს და ორივე არაჩვენებთ ერთმანეთს რეალურ სახეებს. ამიტომ ამ ადამიანმა შეიძლება ბევრი თქვენი ძალიან კარგი თვისება არ იცოდეს როგორი ხართ და სულ სხვა შთაბეჭდილებები ჰქონდეს თქვენზე შექმნილი. Ну, ერთი ის კი ნამდვილად დარწმუნებით იცის, რომ საკმაოდ ისეთი ხართ თავდაცვის უნარიანი და რაც არ მოგწონთ და არ გსიამოვნებს და თავს ცუდად გრძნობთ, ყველაფრის მოგერიება და ისეთი თქვენი ხასიათის ჩვენება შეგიძლიათ, რომ თქვენ მარტივად ამბობთ რაღაცაზე უარს, ან მარტივად შეგიძლიათ დათმოთ ის გარემოება ან ადამიანი, რომელიც ისე სათანადოდ არ გექცევათ, როგორც ფიქრობთ, რომ თქვენ გჭირდებათ ან იმსახურებთ. ანუ ხვდება, რომ მარტივი სამართავი, მარტივი ხასიათის ადამიანი არ ხართ, პირდაპირ სათქმელსაც ეთქვით, ან პირდაპირ მოიშორებთ გზიდან ნებისმიერ დაბრკოლებას, ადამიანი იქნება ეს თუ გარემო იქნება, რაც ხელს გიშლით. პატიება, ლოიალურობა და ესეთი მეორე და მეათე შანსის მიცემა თქვენი სტილი არ არის. მის თვალში კატეგორიულად ცივი ხართ, იმპულსური არ ხართ, მაგრამ ლოგიკურად შეგიძლიათ რომ ადამიანს თავისი ადგილი უჩვენოთ. მარტივი ადამიანი არ ხართ. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა მეგობრულიც ხართ და გულღია ადამიანიც ხართ, უბრალოდ გააჩნიათ თქვენში რომელ მხარეს გააღვიძებს ის ადამიანი, ვისთანაც კონტაქტობთ. ამიტომ ჯერ კიდევ ეს ადამიანი მაინც არ არის ღრმად დარწმუნებული, რომ თქვენი მიდგომა მასთან ურთიერთობაში სერიოზულია და ბევრი საფიქრალი აქვს თუ თქვენ რას გრძნობთ მის მიმართ და რა გსურთ მისგან. მე დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.